ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიციამ არაეფექტურად იმუშავა, რის გამოც დაპირისპირების აღკვეთა დროულად ვერ მოხდა. არასამთავრობოების განცხადებით, აქციის მონაწილეების პროტესტი ერთის მხრივ გასაგებია, თუმცა მათივე თქმით, აგრესიის ობიექტური მიზეზი ძალადობის გამართლების საფუძველი არ უნდა გახდეს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ ყოფილი პოლიტპატიმრების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას და სამართალდამცავების ქმედებებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და ღია საზოგადოებას საქართველოს საგანგებო განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავები გუშინ არაეფექტურად და არაორგანიზებულად ქმედებდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ადგილზე მისვლას პოზიტიურ მოვლენად აფასებენ. როგორც იცით, 4 ორგანიზაციამ გავავრცელეთ განცხადება, სადაც გამოთქვათ ჩვენ შეშფოთებას ამ განვითარებული მოვლენების გამო და მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავებს მეტი ეფექტურობა უნდა გამოეჩინათ აი ამდაგარი დაპირისპირების თავიდან აცილებისათვის. ის ფაქტი, რომ მინისტრი მივიდა ამ შემთხვევის ადგილზე ძალიან დადებითია. უნდა გაიგოს ზღვარი, სად არის პროტესტის გამოხატვის უფლება, სად მთავრდება ეს უფლება და სად იწყება უკვე სამართალდამცავია შეიძლება არსებობდეს მოყოლებული პრეტენზიები, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა მიეცეს კანონის ჩარჩოები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური თვლის, რომ პრევენციული ღონისძიებები ღარიბაშვილის უწყებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ არსებული პროტესტის ლოგიკური განცდის გათვალისწინებით უნდა დაეგეგმა. ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოვლენების ამგვარ განვითარებას ხელი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება მათ შეუწყო, რომლის გამოც პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ წარსდგა. მეორეს მხრივ ლომჯარია საუბრობს იმაზე, რომ მოქალაქეთა ნაწილის პროტესტის გასანეიტრალებლად საჭიროა მათ სამართლიანობის აღდგენის განცდა გაუჩნდეთ, რისთვისაც ყოფილი პატიმრების წამების ფაქტებში მონაწილე პირების კანონის ფარგლებში დასჯა აუცილებელი. ვფიქრობ, რომ უმჯობესი ყოფილიყო ეს დებატები და ეს ნებათაღელვა გადასულიყო სწორედ საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატების ფორმატში. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ადამიანები, ვინც იქ აპროტესტებდნენ, ნამდვილად იყვნენ უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი და მათ შორის ძალიან დიდი აგრესია არსებობს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სხვაგვარ ფორმატში გადავიდეს ეს სამართლიანობის აღდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები არიან აგრესიულად და ზოგ შემთხვევაში ძალიან ობიექტურად აგრესიულად განწყობილები ხომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ, ამის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მომავალში შეიძლება იყოს. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თვითონ მინისტრი მოვიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ ის ღონისძიებები, რომელიც პოლიციამ ჩაატარა, არ იყო ეფექტური. ჟურნალისტი ია ანთაძე ამბობს, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფის დამოკიდებულებისა და განწყობის მიუხედავად სამართალდამცავმა ორგანოებმა კრიტიკულ ვითარებაში უსაფრთხოების დაცვა უნდა უზრუნველყონ. ანთაძის მსგავსად აქციის მონაწილეების რეაქციას გასაგებს უწოდებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც. მისი თქმით, ყოფილი პოლიტპატიმრების ქმედებები ქართული ოცნების მიერ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობას უკავშირდება. და ეხლა პირველად დაინახა უმცირესობაში მოხვედრილმა პრეზიდენტმა და მისმა პარტიულმა ელიტამ, რომ ისინი საზოგადოებისთვის არიან ამდენად მიუღებლები. ერთისთვის ქუჩაში გავლა ფიზიკურად საფრთხესთან არის დაკავშირებული. ეს ძალიან დასაფიქრებელია, თუმცა მეორეს მხრივ მე მაწუხებს ის, რომ ასეთი ემოციური ფონი, ასეთი აგრესია ალბათ მეტწილად გამოწვეულია იმით, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირება არ არის შესრულებული. რასაც ხედავდით ტელეეკრანზე, ერთნიშნულად შეიძლება ითქვას, რომ ვერ შეასრულა ან არ შეასრულა თავისი მოვალეობა, მაგრამ თუ ამის მიღმა, რასაც ჩვენ ხედავდით, კიდევ იყო ორი დერეფანი, რომლითაც შეეძლოთ სარგებლობა ადამიანებს და მათ არ ისარგებლეს და მაინც მოინდომეს, რომ აი ამ აგრესიული ადამიანების ზღვაში შესულიყვნენ, ეს არის სხვა ვითარება. არიან ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან აგრესიული რეჟიმის მიმართ, იმიტომ რომ მსხვერპლი არიან ამ რეჟიმის და ასე შემდეგ, მაგრამ სახელმწიფოს და ხელისუფლების მოვალეობა სწორედ ის არის, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურ ჩარჩოში წარმართოს პროცესი. არასამთავრობოების მსგავსად ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტები დაგმო დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ აღმოჩნდა.
აქციის მონიტორინგის მიზნით ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მონიტორინგისა და გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად აქციის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ როგორც შენობის წინ არსებული ტერიტორია, ასევე შენობის კიბეები და მთავარი შესასვლელი. დაახლოებით 18 საათზე შენობასთან მოვიდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და ქალაქ თბილისის მერი. აღნიშნულ ადგილზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოყვა, რაც ასევე დასტურდება გავრცელებული ვიდეომასალით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა როგორც რაოდენობის, ისე მათი მოთხოვნებისა და განწყობის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამართალდამცავების მიერ დანაშაულის პრევენციისთვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე დღეს დამატებითი განმარტებები გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ვიდეოგრაფიკული რგოლი წარადგინეს, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის ორ ალტერნატიულ შესასვლელთან პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწყობილი კორდონები იყო ასახული. შესთავაზეს თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრებს კორდონებით სარგებლობა და როგორი იყო ოპოზიციის წევრების პასუხი, ეს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ამ დრომდე დავისაგნად რჩება. იმაზე, რომ აქციის დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობისას სამართალდამცავების მოქმედება არაეფექტური იყო, არასამთავრობოები თანხმდებიან. რამდენად ადეკვატური იქნება ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგები, ამაზე შეფასებები ყველა ბრალდებული პირის მიმართ სამართალწარმოების დასრულების შემდეგ გაკეთდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე 100 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ მელორ ვაჩნაძესა და მიხეილ მესხს, რომლებიც პოლიციამ გუშინ ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. სასამართლოს შევაფასებ ალბათ მეტნაკლებად, ობიექტურად. რაც შეეხება სამართალდამცავებს, მინდა მათ ასე ვთქვათ, ფრიად გატირებული ვარ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, არ ყოფილი ვარ დააპატიმრებული ადმინისტრაციული წესდადრე, დიდი გამოცდილება მქონდა და ძალიან კორექტულები იყვნენ. მჯერა რომ იქ ვინც ჩადიოდა დანაშაულს, ის ადამიანები აუცილებლად დაიშებიან, ხოლო ჩემ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მე თავს ვცნობ უდანაშაულოთ, მე არაფერი არ ჩამიდენია იქ, ჩემთვის გაუგებარია მართლა დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მე რატო დამაკავა და რატო ამიჩე, როცა მე მართლა მოვუწოდები ადამიანებს და პოლიციელებსაც კი ვეხმარებოდი კორიდორის გაკეთებაში. რომ მეგონა რომ რაც დააკმაყოფილდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ისინი ითხოვდნენ 15 დღის ადმინისტრაციულ სახდელს, მაგრამ ჩვენ და განსაკუთრებულად და გასაოცრად დააკისრეს მას 100 ლარიანი ჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია გელა მამალაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნაციონალური მოძრაობის წევრებს ჩიორა თაქთაქიშვილს და სერგო რატიანს, ასევე გიგა ნასარიძეს. ღარიბაშვილის უწყების ცნობით $50 დოლარეულობასთან დაკავშირებით სულ 10 პირი დაიკითხა.